მე დღეს ახლა ვაკეთებთ ლაივს იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა სასამართლოს პერიმეტრზე. იქ ფაქტურად ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ ჩაგვეწერა ლაივები, ცალკე ბადრაგი იმაზე დაგვწდებდა, რომ შემთხვევით არ ჩაგვეწერა. რაც მოახერხეთ ის მცირედი კი გამოქვეყნა სოციალურ ქსელში და წარმოდგენა ალბათ შეგექმნათ თუ როგორ სარგებლობს სასამართლოს საბადრაგო თუ დაცვა თუ რა დავარქვა იმას იმ მდგომარეობით რომ აკრძალული არის სასამართლოს ტერიტორიაზე ჩაწერები და თუნდაც პირდაპირ ეთერში ტრანსლაციები. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს განუკითხაობა რაც ხდება სასამართლოში, სასამართლო უნდა იყოს სამართლიანობის ადგილი და იქ უსამართლობა უფრო მეტი არის ვიდრე სამართლიანობა და შესაბამისად, როდესაც აცხადებენ, რომ თურმე ევროპის წამყვან ქვეყნებს უტოლდებით ჩვენი დემოკრატიისა და სასამართლო რეფორმებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, რა ვიცი, მე არ ვიცი, ევროპასა და ჩრდილო კორეას შორის ესენი განსხვავებას ვერ ნახულობენ, მაშინ რა გითხრათ? რაც გუშინ დატრიალდა, ეს იყო სამარცხვინო, პირდაპირ ვიტყვი, ელემენტარულად ადამიანები, რომლებიც ადამიანსაც ვერ დავარქმევ, იმ გამგელებულ, გაცეცხლებულ ორფეხა სუბიექტებს, რომლებიც დაგვერია, რა უნდათ სიმართლე გითხრათ, ნორმალურად ვერც გავიგეთ, ელემენტარულად კითხულობდით, რომ ის ადამიანი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დაიჭირეს მაის შესახებ ინფორმაციას, ჯერ ხო არაფრის დიდებით არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. მე ახლა ჩვენაც დავინახეთ, ეს ის იყო, რომ ეს ბიჭი შევიდა, ეს ახალგაზრდა შევიდა სასამართლოს შენობაში იმის გულისთვის, რომ მანქანის გასაღები დარჩა მამამის თუ ვერ იპოვეს და იფიქრეს, რომ სასამართლოს შენობაში იქნებოდა. ამის გულში შევიდა და ზუსტად 5 წუთში ცემატყებით გამოიყვანეს გარეთ. რავი, ბადრაგი იყო თუ ვინ იყო, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ზოგს ფორმა ეცვა, ზოგს არ ეცვა, ზოგი აჩაჩული იყო, ვინ იყვნენ, კიდევ ვიმეორებ, არ ვიცით რეალურად და გარეთაც გააგრძელეს მისი ცემა, ფიზიკური ანგარიშსწორება. მე როდესაც მივედით უკვე და გამოსაქომაგებლად, რომ რა შვებით, რას აკეთებთ, უცბად გამოცვიდნენ კიდე დამატებით 1-20 სასამართლოს თანამშრომლები ვარ თუ ასე იძახდნენ და თუ ამისთან ვიყავ სასამართლოში, კარგად ყოფილა მაგათი საქმე, გამოცვიდა 1-30 კაცი, დაესია ამ პატარა ბიჭს, ცემეს, ცემატყებით შეათრიეს შიგნით. ასევე ანგარიშის გასწორება დაიწყეს მამამისის მიმართად 76 წლის კაცმა, რომელმაც დაინახა, რომ მის შვილს უტყავდნენ და ფაქტიურად წარმოიდგინეთ ახლა მამისთვის რამხელა ტკივილი არის მის ფაქტიურად შვილს რო გიკლავენ შენ თვალწინ. და ეს კაციც ამ კაცად ფიზიკურად გაუსწორდნენ, მე უბრალოდ ეთყობა რაღაცამ გააჩერა და შიგნით არ შეათრიეს, მაგრამ მიყავდათ შიგნით და იქაც დაუმატებდნენ. მოხდა ისე, რომ დამატებით როგორც იქნა მამა მაინც გადავარჩინეთ, აქეთ გამოვიყვანეთ. პირადად მე ვიყავი შესული სასამართლოში, ინტერესდებოდი, სად იყო ეს ბავშვი გადაყვანილი. იქვე ოთახში, მათ თავისი ოთახი ჰქონიათ, იყავდათ შეგდებული, იატაკზე დაგდებული და ურტყავდნენ. გამოვიძახეთ სასწრაფო, გამოვიძახეთ პატრული. მე მინდა აღვნიშნო, რომ პატრულის თანამშრომლები საერთოდ არ მოსულან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სასამართლო სავსე იყო პატრულის ობიექტები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებით, არავინ არ მოსულა ჩვენთან იმისათვის, რომ ეკითხათ თუ რატო გამოვიძახეთ.
იმიტომ რომ როდესაც პატრულის ეკიპაჟს იძახებ, ის უნდა მოვიდეს შენთან, შეადგინოს ოქმი და შესაბამისად მოუწერო ხელი და დააფიქსირო შენი პოზიცია. ნუ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, ჯერ მოვიდა უკანა მხრიდან და ჩვენ გვინდოდა გვენახა თუ რა ხდებოდა, ანუ თუ იმაშვებოდნენ თუ რა შვებოდნენ დაკავებულთან დაკავშირებით, მე ვიკითხე და თურმე გაშვებას აპირებდნენ სასწრაფო დახმარებისას სასამართლოს წარმომადგენლები, ასე რომ ვთქვათ, და რომ ვთქვათ, რომ ჩვენ გამოვიძახეთ და იქ ცუდათაა ეს ადამიანი და მოდით. მას შემდეგ მოატრიალეს და წინა მხრიდან მოვიდა სასწრაფო. დაკავებულის მამა ირაკლი გაგნიძე იყო ძალიან მძიმედ, მაღალი წნევა დაუფიქსირდა იქ ამ ცემაში და ამ ჩხუბში, შესაბამისად ემოციური ფონიც მაღალი იყო და წარმოიდგინეთ, ახლა კიდე ხაზს გაუსვა 76 წლის კაცისათვის რამდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი. ამის შემდგომ ჩვენ გავესაუბრეთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს და ვკითხეთ, რომ იქ დაკავებული თუ ნახეთ. არა, ჩვენ იქ არავინ არ გვინახავს. ანუ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გადაუმალეს ნაცემ ნაბეგვი დაკავებული და არაჩვენეს, რომ პირველი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ამ დაკავებულისთვის. ამის შემდგომ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ რადგანაც პატრულის თანამშრომლები რამოდენიმეჯერ დავრეკეთ 112-ზე, პატრულის თანამშრომლები არ მოდიოდნენ და არ გვეძლეოდა დაფიქსირება ამ ყველაფრის, გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთვის წერილობით. დავწერეთ წერილი თავმჯდომარის სახელზე და კანცელარიაში აი დაწვას რო უპირებდა ცეცხლი რო ვერ წაუკიდეს. შევიტანეთ განაცხადი და შესაბამისად ვაპირებდით ამ განცხადების ჩაბარებას. თუმცა უშედეგოდ და შესაბამისად დაუძახეს დაცვის თანამშრომლებს უარი განაცხადეს, რომ განცხადებას ვერ შევიტანდით თავმჯდომარის სახელზე, იმიტომ რომ უხერხული იყო თავმჯდომარისთვის ამ განცხადებაზე პასუხის გაცემა და უარი გითხრეს. მოცვით და გარკვეული პირები, როგორც აცხადებდნენ, ზოგი იძახდა, რომ ბადრაგის თანამშრომლები არიან და იქ დაცვის თანამშრომლები არიან, თუმცა ფორმა არ ეცვათ და მოთხოვეთ, რომ თავიანთი სახელი დაესახელებიათ თავიანთი თანამდებობა, ვინ იყვნენ, რა იყვნენ. დაგვიწყეს, ასე რომ ვთქვათ, ქუჩური რაზბორკები, რომ ჩვენ ვინ გვეკითხება და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად სამართლებრივი ჩარჩოებიდან ეგრეთ წოდებული სამართალი დამცავი ორგანოების წარმომადგენლები თვითონ გამოვიდნენ და პროვოცირებას აკეთებდნენ, რომ ჩვენ რაღაც შევშლოთ და როდესაც განვაცხადეთ, რომ განცხადებას ვაბარებ ჩვენ კანცელარიაში და არავის არ ეკითხება, შიგნით მე რას დავწერ, თავმჯდომარის სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეგვაქვს განცხადება და ვითხოვდით, რომ დაკავებული კაცი, რომელიც სასამართლოს ტერიტორიაზე დააკავეს, ურტყეს სასამართლოს თანამშრომლებმა სად წაიყვანეს, რომ გაგვეგო. ანუ გაიტაცეს სასამართლოს ტერიტორიიდან, სად წაიყვანეს, ვინ წაიყვანა, არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, არ მიაწოდეს ინფორმაცია არც მამამის და ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ჩვენც ფიზიკურად გაგვიწორეთ, მეც და ბატონი ირაკლი გაგნიძეს
ცოვან ადამიანს ფიზიკურად გაგვისწორდნენ, გამოვყარეს გარეთ, ლანძღეს და დაიწყეს მერე ჩვენი გადაღება თვითონ თუ ტელეფონებით თითქოს და იქ კამერების ნაკლებობა იყო. Ну, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ვიტყვი ფარულად, აღნიშნავ ფარულად, იმიტომ რომ ტელეფონს გვართმევდნენ, შეძლებს დაგვარებთ რაღაცა მომენტი ჩავწერეთ და მათი ქმედება დაფიქსირებულია და სოციალურ ქსელში არის ატვირთული, პირდაპირ ეთერში გადიოდა. საზოგადოებამაც სავარაუდოდ ნახა ეს ყველაფერი და მოხდა ის, რომ ჩვენ გამოგვაგდეს იქიდან. ამის შემდეგ სადღაც დაახლოებით 10 საღამოს 5 საათი იყო, ვიღაცა პიროვნება მირეკავს და მეუბნება, რომ პოლიციიდანაა და ვეუბნები, რომ თუ პოლიციიდან ხარ, აგერ სასამართლოს წინ გავარ და მოდი. არა, თქვენი დაბადების თარიღი გვაინტერესებს. დაბადების თარიღი რა გაცნობის ბიუროს თანამშრომელი ხარ თუ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, მეთქი მობრძანდით აქ და ჩაგაწეინებთ. რა თქმა უნდა, ხოლმე დასამალი რა მქონდა ჩემი დაბადების თარიღის უთხარი, თუმცა იმის შემდეგ აღარ შეგვიანებია და დღემდე არც გამოჩენილა. Ну, რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვეგოს სად წაიყვანეს ეს ახალგაზრდა ვაკო გაგნიძე და დღეს დილით ვგებულობთ, რომ თელავში არის გადაყვანილი. ანუ თბილის განარიდეს იმის გამო, რომ არ დაფიქსირებული იყო ის ცემის ფაქტი, ის დაზიანებები, რაც მიაყენეს ამ ახალგაზრდას. მე ახლა გვერდში მიზის ბატონი ირაკლი გაგნიძე და ბატონი ირაკლი თავად მოყვება დანარჩენს იქ რაც ხდებოდა და თავის გულის ტკივილსაც დააფიქსირებს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მსგავსი რამ ჩვენ არ შევხვედრივართ მსგავს საკითხს, მსგავს პრობლემას, რაც ახლა მოხდა. ასეთი უგულო დამოკიდებულება სასამართლოს თანამშრომლების მხრიდან ეს არის ყოვლად მიუღებელი. ბატონო ირაკლი. დიახ, ისმენთ ბატონო. მეგობრებო, იცით რა არის, მე თანახმა ვიყავი გუშინ ყველაფერზე, რა ისეთი რამ ვნახე რა. ჩემი ცხოვრება შეწირული მაქვს ეროვნულ მოძრაობის და საქართველოს სიყვარულისთვის. რა ხარ გაინტერესებთ, მე კიდე ვინახარ შენო ესე, ჩვენ რო გონია ეროვნული მოძრაობა, ის ეროვნული მოძრაობა არ არის, არც ყოფილი და არც ახლანდელი, სულ ყველა მართლადია. როდესაც დაიყვანეს ესენი მე მგონი გაბრაზდნენ, ხდებია რომ ამათ გუშინ ისეთი რამ მოხდა, რომ მივედით რო იტყვიან სასამართლოზე ახლებლის სასამართლო განხილვა იყო, რომ გაგვიგე რა მდგომარეობა იყო. ცოტა დაგვაგვიანდა და ვერ შევედით რა და როცა შევედით უკვე ადგილები აღარ იყო და გამობრუნდით უკან. ამასობაში სადღაც გაგვებნა გასაღები მანქანის. და ბიჭუნები სად არის, იმიტომ რომ მანქანაში რაღაც ქონდა და ამოიღო მომიტანე მეთქი, მე ვთხარ მომიტანა, მივეცი ეს გასაღები და მე რო ვეკითხები სადა რომ აი გასაღში ხوار დამჭაო და შევალ ამ გამოვიტანო. შევიდა და 5 წუთში ვხედავ აი ხროვა აი მესი გიენების რო დაესევა ვებსაი კინოში მაგ და ზუსტად ისე 20 კაცი ურტყავს ამ ჩემს ამურთავებს შენი მე თქვენი დედა ვატირი ალალად გეუნები. მიტინგის დაშლა როგორ არ მინახია რო აგერებდი, არ ვიყავი მიტინგზე, ისე ამციეს უფროსი კაცი ხელში ამ ლომივით ბიჭება რომ ფარში მქონდა ფეხები და მეცინებოდა, მეთქი დაწყნარით ბატონო და ფილარმონი და გაომიყვანეს ჰაერში ფეხები მქონდა აწეული. აი იმ პატრულს ვენაცვალე მე მაშინ რო იყო არ დავასახელებ ვის დროს იყო, იმიტომ რომ იმის ხარდაჭერა გავამიო. ეხლა ეს ვინ არის პატრულია ესენი? ეს ვინ აყავთ ხალხო, მე მაგათი სახეები ვნახე. ხო ხედავთ რომ რა ვქნა მთავრობა დღეს რაჭველები არიან უმეტესობა მაგათ გვერდში უნდა ვიყო. ჩვენი ისა კობახიძე აი ჩემი მეგობრობდით მე და მამამისი რომ სანამ არ გავიყოფობდით სახალხო ფრონტი ერთად ვიყავით.
მაგრამ ის რაჭველები მაინც დარჩა და კაი სალამი გქონდა ერთმანეთის მიმართ. ეს ბიჭი კაცო მე ახლა მამამის უნდა ვიმართო რა გაუჭირდა ასეთი რომ აი ამ ქუჩის ბაცნებიდან შექმნა თავისი დაცვის კამანდა ჩვენ რა არ დაუდგებოდით გვერდში ვერ კაცური რავენდა დედა თერი რაჭა გვერდში დაგიდგებოდა კაც თქვენ კი რას აკეთებთ მე ერთ რამეს გეტყვით ჩემო ყობახით ირაკლი და მამამის და ყველა ეს არის სულ ყველაფერი სხვა ამბავია ეს ყველაფერი მომაცილეთ რეზაღლი ვისიათო ესეთი რაღაცა მე რო არ შემთხვეოდა რუსეთში მე ამას მომაცილე რეზაღლი რა არის რუსეთში კრასნოდარში მომიხვდა ეგეთი რამე რომ იქაც როცა აქედან გაგვყარეს რომ იტყვე პატრიოტები ხვაც არ ამოგვაღებიეს თავი შევაფარეთ რუსეთს მე სპეციალისტი ვარ ენერგეტიკი და ობიექტი ავიღე და მუშაობდი და მომიხდა რა იქ შეტაკება მილიციერებთან და ერთი პიროვნება გამოვარდა იქიდან დამიწყყველა ილანძღება იგინება მაგინებს უნდა გამომიყვანოს მდგომარეობიდან გიჟია ვინ არის და მე ვთხარი შენ რუსი არ ახარ ტენი რუსკი მე ვთხარი так любой уважающий свою страну მე ვთხარი будешь вести თავისებურად რომ ხალხს შეუყვარდეს შენი სამშობლოებად მაგრამ რა გამოვიდა მე დამიბარა მილიციის უფროსს ვეთყობა ესმოდა ჩვენ ჭხუბი და რა იცი შენ რომ რუსი არ არისო მეკითხება და მე ვთხარი ის ვიცი რომ არ მოიქცევა კაი სტუმართ მოყვარე კაცი არ მოიქცევა თავის სამშობლოს მოყვარე კაცი ისე როგორც ესენი იქცევიან მეთქი და სწორი ხარ ეგ არ არისო სომეხი და სომეხია ქართველი არ არის აჰა უყურეში რა ტაქტიკა აქვს ეგენი ყველგან ასე აკეთებენ საერთოდ მე გევხვეწევით ჩემო საყვარელო სომხებო ჩემო ნათესაებო და ჩემო მეგობრებო ბევრი ხართ ასეთი თითოეულა კაცი როგორიც ახლა იქ ჩვენ გვყავდა იმაში რო თქვა გვარი იმ წუთში უთხარი სომეხი ხარ მეთქი იმიტომ რომ იცის რომ ეს გვარი და ესენი აკეთებენ რას ორმა ერთბაშად არ წხვენენ სომხებსაც და ქართველებსაც ჯერ ყველა მიცით ვინ რა გვარია რაც არ და გადაიკეთოს გვარი ყველა მიცით რა გვარია თავის აქციელით იმ სომხებსაც არ წხვენს წხვენიათ იმ ხალხ პატრიოტული ხალხია და ამ ქართველებსაც არ წხვენ ვისი გვარიც მიიღო და ამიტომ მე გთხოვთ ახლა გვარ გადაკეთებულო და ჩვენო მეგობარო სომხები მე იმ სომხებს ვეუბნები აი ჯიგრად რომ სომეხი ვარო მაგრამ საჭირო იყო ჯიგარი ხარ მე ვთხარი ეს არ ამბობს მაგას და როცა გავიკითხე მაგას ძალიან ბევრი ხალხი გაუმწარებია და ეთყობა მაკიდან აკრეფილი ხალხით რაღაც დოლია მიზნის მაგას თორე ვერ გავიგე რა ხდება კი ხამე ბავში მომიყრები ბიჭო მე ვთხარი ებსაჩები ჯერ სახე ქონდათ ისეთი რომ მე მაგათი სახე რო ვნახე ხალხო ეგეთი სახეებს თუ დაინახავენ ეს ახალგაზრდები კუჩაში მომიტინგეები გეუბნებით რომ ჭყვაზე ნორმაზე ვერავინ ვერ დარჩება ვინა სად მოხიკეთ ეს ხალხი ვინ არიან ეს ხალხი რატო არ გითხეს რა გვარები არიან რატო ამ ხელაკაც რო დამავლეს ხელი მე გეტყვით ახლა ვინა ვარ მე არ ვობდი მაგას ვინა მე ვარ ვაკის რაიონის დეპუტატი ისიც დავთანხმდი ლალის მე ვარ მერაბ კოსტავას მიერ არჩეული მიტინგიდან კაცი რომელიც თვითონ მოვიდა და გამიცნო და პირდაპირ კონტაქტზე ვიყავი ამას და მე გავლენის ქვეშ არ მოხვდი შუამავალ უშიშროების წარმომადგენლებს რომელიც ყველა ეროვნულს ყავდა 90% ზვიადეშო მოღალატე ყავდა 90 კი არა მე ვიტყვი 18 მეთქი იმიტომ რომ იქ ყავდა 50 პარტიას არაეროვნულს თავისი კადრები შეგზავნილი მე ხვეწე რუზენაში მაგრამ მე არა ჩემი საქმე მქონდა ყველა ჭკვიანკაც თავისი საქმე მქონდა არ შევედი კაი მე დავთანხმდი რაიონულ დეპუტატებს ვაკის და მე ვაკის რაიონის დეპუტატებს ამორჩევ გეუნებით ჩემო კარგებო მე ვიცი მე იქიდან რომ გამო თან საარჩინო უბნის უფროსი ვიყავი ჩემი თავს ხო მივეცი ხმა და გამოვედი და ერთი ჩემი ახლობლების ჯგუფი იყო და ვის მივეცით ხმა რავი მაგის ვიღაცა გაგნიძე ეწერა და კანეშნა იმას მივეცით ხო ისე ისკივერ მიხვდა რომ მე ვინ ვიყავი მაგრამ ჩემ გვარს აქ ისეთი სახელი ვაკეშდა საქართველოში რომ აი ჩემ გვარს ვენაცვალე რომ არ შეირცხვერე თავს არცა და ამიტომ ვცდილობ მე არ შევარცხინო ჩემი გვარი და ჩემი გვარის სახელით გეუნებით არა ხარ თუ იკეთებ გვარ შედალოცულიშვილო გადაიკეთე და იყავი კაცური კაცი რომ ვიამაყოთ ქართველებმა აი როგორც პეტროსიანზე იყო როგორც იყო ისეთი სომხებს რომელსაც თბილისელები ვამაყობდით ერთნაირად დღეს რა უნდა თქვას იმ ბადრაგმა რომელსაც ასე დღე თანაც ყავს თავისი კამანდა გვერდში სახეზე რო შეხედავ არსად ნორმალური ქართული სახე არ აქვს ხოგი ამას წინა თუ თქვი იმაში რომ იყო ასეთი გადაცემა ტელევიზორში რომ სამიერი იყო სოფლიოშიო ფილიპინელები შუმერები და იბერები აი
ფილიპინელები და შუმერები გადაშიდნენ, რომელსაც ჰქონდათ სიყვარულის გენი. სიყვარულის გენი შერჩა ამ საწყალ ქართველებს და თუ გინდათ კიდევ რაღაცა სუბლობდი არ სატანის სისხლი არ აგერიოთ, გაუფრთხილდით ამ გენს, ამ სისხლს გაუფრთხილდით, ამ ხალხს გაუფრთხილდით, რა იმასავით დაძდევთ ხალხო, მე ახლა ამას არ ვიტყოდი, მაგრამ მე უკვე ხედავ რომ სხვა ამბავია. აქ ჩემი ბიჭი ტყვილა არ შეიყვანეს. აქ წააგო ერთმა ჩემთან ერთმა სარწმუნოების წარმომადგენელმა სასამართლო ის დამადო და აი იმის მერე არის დევნა ჩემზე და ჩემ შვილზე და ჩემზე სურათებიც აქვს ყველაფერიც და იმიტომ არის ეროვნულებზე იმას ასეთ ხალხზე დევნა და მე თქვენ გეუბნებით რომ ესენი ამას არ შეწყვეტენ უკვე ისე დონეზე არიან მისულები რომ ყველგან ამბობენ რომ თბილისიო მერები სომხები იყვენო იქ იმას ამბობენ ის არის რომ ეს არ გეგონოთ რომ სომხების საკეთილ დღეოთ არის ამას უმზადებენ სხვაერი რომ ამათ უნდა მოაპოვებიონ ეს ყველაფერი ქართველები თბილისში და საქართველოს დაიჭაგრონ და მე პირველ რიგში ამათ დასჯენ იმ პრინციპით რომ ადგილობრივი მოსახლეობა ყველა მიციან ვინ არის ქართველები გენოციდი მოუწყეს სომხებმა და დედას გიტირებენ იცოდეთ თქვენ და ჩემი ახლობელი სომხები მეწოდებიან რომ იცოდეთ რა იყო თქვენ დალოცული შვილებო შეხედავთ ასეთი სახით ვინ გაგზარდა შედალოცულო ახალგაზრდა ბიჭია ასეთი კაცი 76 კაცი საცა შემჭამო აი მე რა არის ით ყველა საკითხზე მე თქვენ აი თითო ლექს მოგიძღვნით რა ეხლა ვეცდები ზეპირად გითხრათ მაგრამ თუ ვერ გითხარით მე დაგიდებთ აქ ნერვიულობ აი ნახეთ აი როცა ქვეყანას აბარებს სულელს საყირავებლად ამზადებ ურებს რომ არ შეექმნას მართვის პრობლემა თვის მოადგილეთ ის ირჩევს სულელს ეშმაკი წყნარად ახურებს ღუმეს და გამოჩნდება გზადო ჯოხეთის ესა მე ესე არა ნუ სულელს მე უკვე ნერვიულობ მეორე არის კიდევ ერთი ლექსი რომ ბოდიში დედავ ჩემ სამშობლო ეს უკვე გვარგადაკეთებლებს ეხება ბოდიში დედავ ქართველთა მიწავ მრავალ ტანჯულო კეთილე ძიძა ყველა მოკვეთით შემფარებელო გამზრდელო სტუმრად შემოსულ შვილთა ხიზან ტორულებს შენ უპატრონე ზუძუ აწოვე და მოაჯიშე ეხლა მადლობის ჯერი რომ დადგა შენ წინ აღგიდგა მათი სტაჯიშე რადგან ქართველი დედის კერდიდან რძემი წოვია ქართლის დედისა კერდი ჩემია და მომგლეჯი ვარ რომ გამზრდელია ჩემრჯულელისა როცა დედობის ასე იმეტებს ისარცა ხალხი და არც ერია მკერჩი ჩაკრული რომ გამოზრდე შვილი კი არა თურმე გველია მუხლმოყრით ფიცავ შენ სახელს წვიდას არვის დაუთმო არცეთი წიდა სისხლით მორწყული ქართველთა მიწა ჩვენ მტერი ვერას დაგვაკლებს მათი ჩვენ ჯიშის თუ არერია ერთობა შეკრავს დღეს საქართველოს და გავწყინდება კვლავ იბერია დიახ მეგობრებო ამას გეუბნები და იმას ვეუბნები კიდევ გვარგადაკეთებულს რომ დედა რო ქართველი ყავს და უმეტესობას და რა გახდა ქალბატონებო იცახით ესავარდო და ამ გვარგადაკეთებლებს 90-მა დედა ყავს ქართველი და რაღამანდა მაინც სხვა ჯიშმა უნდა გადაძალოს და ეროვნულ სიყვარულებაში ქართულმა ვეღარ უნდა გადაძალოს თუ რას გიხდიან ამისთანაც კაც მე კიდევ ერთ ლექს გეტყვით რა ეს უკვე ჩინოვნიკებს ვინც არიან იმაში რომ ვინახართ ვისი ნაშობი რაზე გაწოვათ დედამა რა შხამს აწვეთ და ძუძუზე რომ მოძმის ტანჯვაკიამა ვეღარა გაძღა ეგული ამდენი გვემა ძნელია ვეღარს ბრაზდები თქვენზე და ეხოლოდ გიჟის ხვედრია შინაურს ვეღარა იცნობთ მოკეთე მტერი გგონიათ ავად ხართ ვეღარა ხდები ტანჯვა მოხენა გგონიათ ბაბუის დაჭამთ ყემელმა შვილიშვილს კბილი მოკვეთა დააფიქრდით ერი დარჩება თქვენს მოდგმას რაღაც ერჩით ჩვენ შეიძლება მოვტყვილდეთ არ მოტყვილდება ღმერთი არ მოტყვილდება უფალი თავის ათქვეს ყველას ეტყვის მე ერთი რამე კიდე უნდა ვთქვა ეს თქვი ჩინოვნიკებზე ეს თქვი გვარგადაკეთე ახლა ერთი რამე უნდა ვთქვა თვითონ ქართველებზე მამაკაცების სადღეგრძელო მინდა დავლიო რადგან კაცობა ბევრად უფრო მაგრამ კაცობა ბევრად უფრო მკაცრია მარტო კაცობა იგივეა ვითარც ვაცობა ვისაც ეწევი დაამტკიცო შენი კაცობა ეს ადვილია შენეცადე დაამტკიცო მამა კაცობა მფარველია დედაბოძისა
დედა ბოძის ფრავრელ მამაკაცებს გოგიწოდებთ. ძმებო, ქართველებო, მოვიდა ჟამი. არ გეგონოთ ბევრი დრო დაგჭათ. არაფერი აღარ დაგჭენიათ. ყველა ვლასტი მაგათ აქვს აღებული. არ გეგონოთ რომ ეროვნებას, ერთ ეროვნებას, რომელსაც ახლა ვითომ ვლასტი აქვს. ეს არიან რომელსაც იყენებენ და ამათ დახვრიტავენ მე სათითაოდ თქვენ ქართველიერი გადააჭიჭით, იმიტომ რომ ისტორიაში ქართველმა ერმა ჩვენო იფხელა კვალი დატოვეს. მაგათი უშნოთ შემხები უფალი ცალკე გაასამართლებს და ის ხალხი ვისაც ეს სჭირდება. ახლა სამწუხაროდ არ გქონდა რომ მომაცი. მეგობრებო, აი ეს იყო ბატონი ირაკლის ემოციური გამოსვლა, იმიტომ რომ ახლა ემოციების გარეშე ნამდვილად ვერ იქნება ადამიანი, რომელსაც შვილი დაუჭირეს თვალწინ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მე ერთ რამეს ვიტყვი, მოქალაქემ შეიძლება სამართალდამცავ შეაგინოს. შეიძლება რაღაც შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ სამართალდამცავი იმიტოა სამართალდამცავი, რომ სამართალი უნდა დაიცვას და მან თუ დაარღვია კანონი, ანუ მოქალაქე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია კანონის ფარგლებში მოიქცეს და კანონის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება. შენ როდესაც თავად ხარ კანონდამრღვევი, ბოდიში და კანონით ფეხებზე კიდია. არიცავ იმ კანონს რისი გულისთვისაც შენის ფორმა ჩაგაცვეს და ქვეყნის სადარაჯოზე დაგაყენეს. მაშინ შენ არ ყოფილიყარ არც პოლიციელი, არც სამართალდამცავი, შენ ხარ ჩვეულებრივი ყაჩაღი და ის პროცესები, რაც 90-იან წლებში მიმდინარეობდა, როდესაც ადამიანი სამართალს ვერ პოულობდა, პოლიციელები ცხვირს ვერ ყოფდნენ განყოფილებებიდან. და იქაც ბევრს თუ რაღაცა ოფოფებს გამოავლენდნენ, შიგნით უგდებდნენ ლიმონკებს და შიგნით ხოცავდნენ იმ პოლიციელებს და ნუ გააკეთებთ ისე რომ ის დრო შემოტრიალდეს და თქვენზე დაიწყოს ხალხმა ნადირობა. პირდაპირ გეუბნებით. პირდაპირ დაიწყება თქვენზე ნადირობა და გინდათ ეს? ჩვენ გვინდა რომ სამართლებრივად, კანონიერად დავიცვათ ჩვენი უფლებები. ხას უსვავ. სამართლებრივად. მაგრამ როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები თვითონ არღვევენ კანონს და შემდგომ ისინი არ შესაბამის სასჯელს არ ღებულობენ, ჩვენ გვიჩნდება უსამართლობის შეგრძნება და ამის დაკმაყოფილების ერთადერთი მიზეზი და შედეგი ის იქნება, რომ აი გახსოვთ ლინჩის წესით გასამართლებები რო ხდებოდა. დაიწყება ასე. ბიჭო, განცხადებას და წერილს არ მაბარებიებ კანცელარიაში. შედე დააფეთქებულოდა. რომელ კანონზე მელაპარაკები? დაფიქსირების საშუალებას არ მაძლევ, რომ დავაფიქსირო ის, რომ შენ კანონს არ ღვევ. ხოდა, ამიტომ სხვა პროცესები აქ არ წარიმართება. ანუ ამას ხელოვნურად აკეთებს ეს ხელისუფლება, რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა და მოყვეს ამას მსხვერპლი. რა მშვიდობაზე მელაპარაკებით, აგერ დღისით, ძისით, კიდევ ვიმეორებ. სასამართლოს ტერიტორიაზე, შენობაში ფიზიკურად უსწორდებიან ახალგაზრდა ადამიანს. რა მნიშვნელობა აქვს იმან, რა დააშავა? შენ ვინ მოგცა იმის უფლება, რომ შენ დაარღვიო კანონი? იმან თუ დაარღვია კანონი, შენ 100-ჯერ მეტი დაარღვია, იმიტომ რომ შენ როდესაც გევალება კანონის დაცვა, ქვეყნის დაცვა და შენ ხარ მოღალატე ჯერ ერთი ამ ქვეყნის ფორმიანი კაცი, როდესაც კანონს არღვევს და არიცავს კანონს. და უფრო მეტი 100-ჯერ მეტი დამნაშავე ხარ. და დედა კი არ უნდა გაგინონ. სარზე უნდა წამოგაცვან. და ცოცხლად ბენზინი გადაგასხან და უნდა დაგწვან. იმიტომ რომ შენ ქვეყანას აყენებ შეურაცხყოფას. მარტო ერთ ადამიანს კი არა, ყველას მიაყენე შეურაცხყოფა, იმით რომ შენ კანონი დაარღვიე. ფორმიანმა კანონი დაარღვია. ახლა ბევრი გამოვა აქ და დაიწყებს ეგრეთ წოდებული პოლიციელების დაცვას. ჩემო კარგებო,
იმან ფორმა რო ჩაიცვა, იმას გათვითცნობიერებული უნდა კონდეს. რას ემსახურება და ვის ემსახურება. და იმათ თუ ძველბიჭობა უნდა და ჩაცუცქული საქმეების გარჩევა, აგრე გამოვიდეს უბანში და გავარჩიოთ საქმეც. არც მაგვეშლება, ჩემო კარგებო. მთელი ცხოვრება ამ გარემოში ვართ და გავარჩიოთ ქურდულად. ერთი დაბიჭები ხართ, მაგასაც ვნახავთ. ხო და ამიტომ სანამ გვიან არ არის შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყონ მოკვლევა და დაიწყონ გამოძიება. ის ჩანაწერები, რაც გუშინ მოხდა, ამოიღონ სასამართლოს კამერებიდან და ყველა დამნაშავე შესაბამისად დასაჯონ. ხას უსვავ ყველა თანამშრომელი, რომელიც ღებულობდა ფიზიკური ანგარიშწორების პროცესში მონაწილეობას. არის ყველა დასაჯელი. და მათ საერთოდ უნდა ეკრძალოთ სამართალდამცავ და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობა. აი ეს არის. თუ თქვენ არ გინდათ, მიიღოთ მოსახლეობის რიცხვა და ლინჩის წესით თქვენი გასამართლება. და თქვენ ამას მიიღებთ. ასე ვატყობ. კარგი დროებით დაგემშვიდობებით. მე კიდე ხაზ გაუსვავ, რომ იმ ახალგაზრდას პაკო გაგნიძეს სასწრაფო დახმარების მანქანის ეკიპაჟს არ მიცეს საშუალება, რომ ენახა და პირველი სამეცნიერო დახმარება აღმოეჩინათ. არ მოგცეს იმის საშუალება, რომ გაგვეგო სად იმყოფებოდა და რატომღაც თელავში აღმოჩნდა და თელავში გააქცუნეს. იქ რომ ის დაზიანებები და ცემის ფაქტები არ დაფიქსირებულიყო თბილისში და შესაბამისად რეაგირება მომხდარიყო. ამიტომ კიდევ ვიმეორებთ, ეს არის ტოტალიტარული რეჟიმი არის ეს ქმედებები და როგორც ყველა რეჟიმი უნდა განადგურდეს. განადგურებას ბევრი მეთოდი აქვს. ხო და ამიტომ არის მტკივნეული განადგურება, არის უმტკივნეულო. ხო და ამიტომ როგორ გირჩევნიათ, მტკივნეულად გაგანადგუროთ თუ უმტკივნეულოდ? ყველა ვარიანტში თქვენ განადგურდებით და როგორ განადგურდებით, ეს უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ მეწუნეთ მტკივნეული თქვენი განადგურება ნამდვილად არ გესიამოვნებათ. კარგით, აბა, კარგად ბრძანდებოდეთ და დროებით.